მე დედა რო შემხედროდა გაში ვერ ვიცნობდი. მე რაც გულით, რაც გამივლია ცხოვრებაში და ბავშვობაში, იმას ვკეთვით და ეს ძიმი ამბავია. რთული ცხოვრება მაკავლილი ძალიან. ვინ ბრძანდებით თქვენ? მე ვარ საური გვენეტაძე. გვენეტაძე გურული გვარი არა? იმერელი ვარ. იმერელი ხარ. იმერელი ვარ. ამ გაუგებრობაში საიდან მოხვდი? ხო, ეს საინტერესო ამბავია. დედა და ჩემი და მამა ჩემი ახლა ნაღდი ამბავი რაც არის ხო? არა. იყვნენ გაშორებული ერთმანეთს. როცა დიდი ხანი გავიდა, რთული ომის დროს დაბადებული ვარ. პრობლემა ისეთი იყო, რომ ახლა ხარ თქვენ? 86 წლის ვარ კაცო. მამა ჩემი ინტელიგენტი კაცი იყო. გურიაში ასწავლიდა და სკოლა რო დაამთავრა, მასწავლებლად ატოვენ. ეგრევე და დირექტორად გაამწეს და საშუალო დამთავრებული. ძლიერი იყო ომის დროს. ითხოვა თავის მოწაფე. დედა ჩემი იყო, მამა ჩემის მოწაფე. უი. ჩაჩუის ქალი. მე უნდოდენ დედა შენი ლამაზი ქალი იყო, პატარობისას, მე არ მახსოვდა. და ვიჯექე ქუჩაში და კაი ხალო გეულა მაინტერესებდა დედა ჩემი ხوار იქნება მეთქე, როცა 3-4-5 წლის ვიყავი. როგორ მოვხვდი აქ? ქალი რომ მევიყვანე. მე მაინტერესებდა და გამევიპარეთ. მამა ჩემს არ გითქვამს. მამა ჩემს არასდროს არ დაუშლია. ან არ წახვედე, ან რა პრობლემა არა. და მოვედი აქ გადასახოვი ხო არის აგერ. ხანამ ყოფი არ ვიყავი აქ საერთოდ. და კაცი შემხვდა და მერე გევიგე რამდენი ხნით არა. იმა როგორც ხავს იცოდა. უთხარით რომ ამ ადამიანში მივდივარ და კი ვიძიო, მითხრა ახალგაზრდები ვარ. კი ვიძიო, აბა რაზე აგერ ცხოვრა და გურულო, აგერ ახლოს არის. მოვდივარ იქიდან ახამდე მოსვამდი გასო ახლოს რა ბრა, მე უთხარი გასო ახლოს რა ბრა. ვიარეთ ვერ და ამ ჭიშკართან მომიტანა. მომიყვარა და ახლა მე კი მოვედი ჭიშკართან, მაგრამ იკაცი იძახის მარუსია გამეიხედეო. დედა ჩემს უძახის. ახლა ჩვენ არ გვეუბნება იმას, რომ ახალი თუ მივეით აქ თუ და არაფერი არ ვიცი. როგორც მევიდა აგერ აქ ხის სახლი იდგა, მაგრამ გადმეიხედა ალბათ დედის იქივლა. და მოვედა ის მერე დავრჩი აქ. მე ვაშენე ეს აქ დაწარგულია გაკეთებული ყველაფერი შევიხელთ აკეთებია. ეხლაც ბავშვები მეჩხუბებიან. წამოდი რა გინდა კანა. აქ რაც კი ეს ყვავილია თუ ხეა თუ ყველაფერი შევიხელი გაკეთებულია. ის მადრეა რომ მე რთული ცხოვრება მქონდა იქ მოვხვდი. სხვა ბავშვი. უდედო უმამო დამინახა და იკივლა. იგნორო ალბათ დედისული მაინც ხوار და მე ხო არ ვიცოდი მივეცა და გადაგვახვია გადავკოცნა ჩემი მეუღლე შევეეთა და ოხუცი იყო დედა ჩემი უკვე თან მამინაცვალი ცოტა შარაფი უყვარდა და ხარიბად ცხოვრობდნენ ძალიან ყვახეთად ეს ვაკი არ ვიცოდი რაფერი იყო რომ მოვედი აქაენ და მივიხედე მომეწონა სოფელი არ მქონდა ნანახი და არც ვიცოდი და ძირში ვთესავდი დიდი ხის ძირში ყვახს და რა მეიყვანა იქენ ამოდედა გეკდებოდა ვფიქრობდი აქანე იქნება ყველაზე კაი მეცინოდნენ მაგრამ ახლა მე მომყავს ეს მეურნეობა მთლიანად მარტო მოვალ თქვენ გული გეტკინათ თუ იმის მერე გაიხარეთ გევიხარე რა თქმა უნდა გევიხარე ახლა ვიყავი დაახლოებით 21 წლის დედა ნანახი არ ყავდა ქუჩაში შემხედროდა არ ვიცოდი ვინ იყო ხო და გევიხარე აბა რა იქნებოდა ახლა ამაზე მამამ რა თქვა ხო და აქედან როცა ჩავედი ხო გეიგო იმან მოდი შულაა ვიგიშლა წასრატო გეიბარო როცა გიდა მოდიო თულმა დღეებმა ამ თულმა ცხოვრებამ რა გასწავლეთ რა მასწავლა და ადამიანი უნდა აკეთებდეს სიკეთეს ადამიანი უნდა იყოს კეთილი ადამიანს არ უნდა წართვა ის რასაც ვერ იშოვის ეს არის ადამიანის სიცოცხლე ადამიანი არ უნდა მოკლა არაფერი ფულის გულისა არაფერი თანამდებობის გულისა ადამიანი არ უნდა გაწერო იმიტომ რომ ის იმას ვეღარ იშოვის ის აღარ არსებობს ამ რთულმა გზამ
უფრო სიკეთისკენ წამიყვანა. ეხლაც რო ხვდები ადამიანს ყოველთვის მინდა რაღაცა ვასიამოვნო. მაგრამ ის სიკეთი ადამიანი უბრალოდ სიკეთეს რო გაიკეთებს. უბრალოდ წყარს რო მოგაწოდებს წყურვალეს და არ დაგამადლის, ესეც ის სიკეთია ადამიანისგან. და ყველაზე კეთილი დღე და ყველაზე ქართველი ხალხის სიყვარული ჩახუტება და ურთიერთგაგება ყველაზე დიდად 86 ვიგრძელი 9 აპრილის მეორე დღეს და მესამე დღეს. ქალაქში რო გამოვედით, როგორ ეხმოდა ხალხი ერთმანეთს. ბებიამ გამზარდა, ბრმაბებიამ დიდ ძახელად დილად მე ყველაზე უმცროსი ვიყავ, პატარა და ასე ჩამოისობდა ხელს და ბებიო, გუშინ საღამო რა ხელა გადიხარო? იმის იმედმა გამზარდა მე. და დილას ხო გამცენჯავდა. მაქებდა და მადიდებდა. საღამოს კიდე. ბებიო, დილას რო ნახა უკვე იმაზე დიდი ხარო. ამ სიხარულით მე ბრმაბებია. ამაზე კეთილი ადამიანს ჩემ ცხოვრებაში არავინ არ ყოფილა. უნდა მივიდე მის საფლავზე და დავიჩოქო და მადლობა უთხრა. ცხოვრება საერთოდ ძნელია, თქვენ არ გესწავლება თვითონ ბრძანეთ. მაგრამ სწორი ცხოვრება კიდევ უფრო ძნელია. ნამდვილად ძნელია. ხო და აი თქვენ რას გვეტყვით, თქვენ უფროსი ხართ ჩვენზე ბევრად და რას გვეტყვით, როგორ იცხოვროს დღეს ამ გაჭირებაში, ამ ბევრ სირთულეში, ბევრი ქარტეხილია, ადამიანმა არ იცის, დაკარგული აქვს თავით, სიყვარულით, გზაც, როგორ იცხოვროს ადამიანმა სწორად. აგერ ამ შუა სად ვართ ახლა ჩვენ? იგიც არ ვიცი სად ვართ თლათ კარგად. მაგარი შეკითხვა მემეც. მაგარი კითხვა. მაგარი კითხვაა. მაგის პასუხი ძალიან ძნელია რო გითხრა. რა ქნას ადამიანმა ეს? აი თქვენი შვილიშვილები, ხო ამბობთ? შვილთა შვილები მყავს 5 კაცო. შვილთა შვილი 5. აი რა სწორად როგორ იცხოვროს ახალგაზრდა ადამიანმა რა ქნას? რა გზას ეწიოს? ხო ძალიან ძნელია. დღეს მით უმეტეს ძნელი გახდა იქ. დღევანდელ დღეს მე მგონი ვერ არის საშუალო სწორად რომ ძნელი არის. ისეთი ძნელია, ოში წასვლა ჯობია. ოში წასვლა. ყველაფრის უბედურობა რომ სწორად ცხოვრება ყველაზე ძნელია დღეს, იმიტომ ქაოსია. კაცი კაცს არ ენდობა. ადამიანი ადამიანს აქედან ჭიშკრად ვერ ენდობა. ბებიას მერე, ბებიაზე თქვენ ძალიან გულისამაჩუყებლად თქვით, თქვენ ბრმა ბებია. ყველაზე დიდი ადამიანმა რა დაკარგა? ყველაზე მთავარი რა დავკარგეთ? ახლა რაც ყველაზე მეტად გჭირდება და არ გვაქვს, რა არის ეგ? ღირსება. ღირსება. კაც თუ ღირსება არ აქვს, მესგან ვერ სიკეთეს გეიგებ. მილიონი რო გაჩუქოს, თუ ის ღირსება არ აქვს და თავის კაცობა არ აქვს იმას, ის მილიონი არ არის. ის ფული არ ფულობს, არც ოქრო არ ოქრობს. თუ კაცმა ღირსება დაკარგა. აი თქვენ ახლა თქვით რომ დაკარგა ღირსება. ღირსება რა არის თქვენი აზრით, თქვენი გაგებით? ადამიანის მიმართ პატივისცემა. რწმენა აუცილებლად. მე გელაც მონასტერში გავარ. პეცის რექციას რო გითხულობ აკადემიაში სკამზე იქ გაზილი ვარ. დავით აბაშინების საფლავზე. კიდე გქონდა ძველს ახალთან ვერ ვადარებ. ვერ მივდივარ. და ძალიან ძნელია ღირსება რა არის? უნდა იყო კეთილი, უნდა იყო პატიოსანი. ახლა როგორც სახარებაში არის, რშო არის, ხურდო ეს ყველაფერი, მაგრამ დღეს ეს დაკარგულია ყველა. აი თქვენ უკვე 80 გადაცილებული ბრძანდებით. 86-ის. 86-ის. 20 წლის მერე რაფერი ვიქნებით? რაფერი ვიქნები? რა იქნება აი ამ თქვენ სოფელში, თქვენს ირგვლივ როგორ გონია თქვენი ოჯახი, თქვენი ნათესავები, რა ცხოვრება იქნება 20 წლის მერე საქართველოში? როგორ მიდის? თუ ასე გაგრძელდა დიოგენე რო დადიოდა ფადირთ ადამიანს ვეძებო. ადამიანს ისე საზღვარი გოყოლებ ერთად. თუ ასე გაგრძელდა. ეხლა მე რო უყურებ დღევანდელ სიტუაციას, თქვენ თუ დიდი ქონება გაქვთ. ფული გაქვთ და ქონება გაქვთ. ის შენი ტერი იმას კი არ ჯავრობს შენ ფული რატო? ის თვითონ რატო აღარებ? იმას შენ რატო გაქვს? სულხან საბამ განმარტა ეს ჩვენზე უკეთესად. დარდის, ხვისა, კარგსა ზედა. სამი სიტყვით მოარჩინა ყველაფერი. დარდობს, რა ქნას? ედარდება.
რას ინატრებთ, რას მოინატრებთ, რას მოისურვებთ, აი რა გიტრიალებთ. რა ნატურები გაქვთ? ნატურა, სურვილი. ჩემი ნატურა ის მინდა ის არის რომ თუ ერთმანეთს უყვარდეს ადამიანებს, ერთმანეთი უყვარდეს. იმიტომ რომ ჩემი ბევრი მყავს მეთქი შვილები, შვილხაშვილები. თუ აგენს არ ეყვარება ერთმანეთი, არც ხოს არ ეყვარება არაფერი, არ იქნება. მე რო არაფერი თქვენთვის დამიშავები არ თქვენ, ჩემთვის არაფერი არ დაგიშავები. რატო უნდა ვიყოთ დრები ერთმანეთის? რატო უნდა ვიხაროდეს ერთმანეთის რაღაცა ცუდი?